ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნამდე ერთი კვირა რჩება, თუმცა გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა უკვე 20%-ით არის გაზრდილი. ამ სტატისტიკას სასტუმროების დატვირთვა და ავიარეისების რაოდენობაც ადასტურებს. 2025 წლის აპრილში ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები 2024 წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. რა მოლოდინები აქვთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში და როგორ ემზადება საზღვაო ქალაქის სეზონის გახსნისთვის? მერაბ წულუკიძისა და ედუ კოჩალიძის რეპორტაჟი. გასულ წელთან შედარებით ბათუმში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 20%-ით არის გაზრდილი. ეს არ არის ოფიციალური მონაცემი, ამაზე კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. ყველაზე მეტად ვიზიტორების სიმრავლე სასტუმროებში აისახება. ერთ-ერთი სასტუმროს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ უკვე 90%-ის დატვირთვით მუშაობენ და მიმდინარე წლის ივნისის პირველ 10 დღეში თითქმის იმდენი შემოსავალი აქვთ, რამდენიც გასულ წელს მთელი ამ თვის განმავლობაში ჰქონდათ. გასულ წელთან შედარებით, გასულ ზაფხულის სეზონთან შედარებით დაახლოებით 20%-იანი უკვე მატება არის ტურისტების ნაკადების მიმართულებით, რეზერვაციებით საგრძნობლად გაზრდილია. ეს სტატისტიკის შედარება რო გავაკეთეთ, ფაქტიურად ეს რაოდენობა ტურისტების როგორც ვიზიტორების საგრძნობლად გაზრდილია შარშანდელ სეზონთან შედარებით. ძირითადი ვიზიტორები და სტუმრები ჩვენი ქალაქის და კონკრეტულად ჩვენი სასტუმროს წარმოადგენს ისრაელის ქვეყნებიდან, არაბეთის ქვეყნებიდან, ევროპული კუთხიდანაც არის. ვიზიტორთა სიმრავლეზე საუბრობენ ტურისტული სააგენტოებიც. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტურისტული სააგენტოს აჭარატურის გენერალური დირექტორი ადასტურებს, რომ საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა იზრდება და ამაზე მოწმობს ბათუმსა და ქუთაისში ფრენების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. წლევანდელ ზაფხულში მაჩვენებლები, ტურისტების მაჩვენებლები იქნება საკმაოდ გაუმჯობესებული, გაზრდილი. ერთი კვირა რაც დაემატა ფრენები რიგიდან, ლატვიიდან, რაც მისასალმებელია. ასევე ვფიქრობთ, რომ პოლონეთიდან, ევროპის რამოდენიმე ქვეყნიდანაც გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით ქუთაისის აეროპორტის ხაზზე და ვფიქრობთ, რომ წელს საკმაოდ ცხელი, ნაყოფიერი და ხალხმრავალი ტურისტული სეზონი გვექნება აჭარაში და სრულიად საქართველოში. ტურისტთა სიმრავლე იგრძნობა როგორც სანაპიროზე, ასევე ქალაქის ქუჩებში. ბათუმის პოპულარობა იზრდება სოციალურ ქსელებში. მე პირველად ვარ ბათუმში, ალმა-ატიდან ჩამოვედით. სხვათა შორის შვილმა დაიჟინა და ტურით წამოვედით ოჯახთან ერთად. გონია ძალიან პოპულარულ ადგილზე ვარ. ბევრი საინტერესო შენობა გაქვთ, ყველაზე მეტად მაინც ქართული მენტალიტეტია თქვენი სავიზიტო ბარათი. ჩემთვის მთავარია აქაური ბუნება. ამდენი სიმწვანე არსად არ არის. თან როცა ბათუმში ჩამოდიხარ, ეს არ არის მხოლოდ დასვენება ბათუმში. ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი, მთები, მღვიმეები, ჩანჩქერები. აქ ძალიან ახლოა და საერთოდ ბევრი გასართობია. მეორედ ვარ ბათუმში და ალბათ კიდევ ხშირად მომინდება აქ დასვენება. პირველ რიგში მომწონს კვება. აქაური კერძები მაოცებს. პირველად ვარ საქართველოში. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კარგი დასვენება მელოდა, მაგრამ მართლა გადააჭარბა აქაურობამ მოლოდინს. სხვათა შორის ბევრ ფოტოს ვაქვეყნებ და ყველა მეკითხება დუბაიში ხომ არ ვისვენებ. ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტშიც. უწყების ცნობით ტურიზმის დინამიკა აჭარაში მუდმივად მზარდია. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კი გაურმაგებული. გაზრდილია შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა. 2025 წლის აპრილში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ფრენები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 30.8%-ით. აჭარის რეგიონი საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება მომზადებული ტურისტული სერვისებით, განახლებული ტურისტული პროდუქტებით, როგორც საზღვაო სანაპირო ზოლზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებში გვაქვს ბევრი ახალი ტურისტული ობიექტი, ახალი სერვისი, რომელიც წელს პირველად შესთავაზებს ვიზიტორებს სერვისებს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთის მხრივ ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად ხდებოდეს ჩვენ სამიზნე ბაზრებზე და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ადგილზე აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა უწყებასთან ერთად, რომ ის ტურისტული პროდუქტები და სერვისები, რაც რეგიონში გვაქვს, მომზადებული დახვდეს ვიზიტორებს. სეზონი ჯერ კიდევ წინა. ოფიციალურად იგი 21 ივნისს გაიხსნება. ვიზიტორთა რაოდენობა ტრადიციულად კი პიკს აგვისტოში მიაღწევს.